ამ ვიდეოში ნახავთ ერთი სკოლიდან გვიან გამოსული მასწავლებელი, როგორც ცდილობს არ დააგვიანოს მეორე სკოლაში. და გზაშიც ისეთ სიტუაცია იყო, რომ ჯერ ცოტა ნერვიულობდი, პასუხისმგებლობის გრძნობა მაწუხებს ხოლმე რომ ვაგვიანებ და მინდოდა რომ სწრაფად მეულო, მაგრამ აი ნახეთ, ჯერ ეს მანქანა იყო, რომელსაც ვერაფრით გვერდს ვერ ავუქცევდი. მე გავედი და სერგის მესხის ქუჩაზეც ესეთ სიტუაცია იყო, მანქანის წინაც იდგნენ კიდე სხვა მანქანები და შემხედრე მანქანებიც ისე ახლოს იყვნენ, რომ გასწრებას აზრი არ ჰქონდა, წინ რამდენიმე ნაკადი მიდის. და მე ერთადერთი ბაგრატიონზე შუქნიშანზე ვჩერდები ხოლმე და მანდ აღარ გავჩერდი, გადავედი ცოტა იქეთ ურეხისკენ მიმავალი გზა რომ არის. შემდეგ შუქნიშნამდე და იქ მარტო ერთი მოპედი მიდიოდა, ეხლა რომ ხედავთ, მაგას კი გავუსარი და წავედი. აქ ძალიან ოდნავ მაქაჩქარებული, იმიტომ რომ ისევ ჩქარად ავდიოდი. და აქედან მგონია, რომ აი ხა მეშველა და კარგად წავალთქო, მაგრამ მე მალევე ისევ საცობები შემხვდა და თან ვნერვიულობდი, მე რამე არ დავაშავო თქო, მაგრამ ამ დროს ამ საცობების მიზეზი ვიპოვე ცოტა მოშორებით მე შარტავას კვეთაში იყო ერთ-ერთი ავარია. თან რაღაცა იმხელა შეფერხება იყო, რომ მეგონა ვიღაცა სერიოზულად დაშავდა, ცოტა ვინერვიულე კიდეც, მაგრამ ისეთიც არაფერი, პატარაზე იყვნენ ერთმანეთზე გადებულები, მე გამოჩნდება ეხა სულ მალე ეს ლერმონტოვის კვეთასთან ვართ, აქაც რაღაცა უაზროდ გავჩერდი ამ შუქნიშანზე ვერ ვახერხე მეორე მხარეს გადასვლა და მე წინ წასულმა კი ვცადე ზოლების შეცვლა, მაგრამ დიდად არაფერი არ ეშველა. ნახავთ, ახლა მთავარი მიზეზი მაინც ეგ იყო ალბათ ამ მთელი ამ შეფერხების, აი მაინც საცობიანი გზა არის, შუქნიშნები კი არის აქ, მაგრამ ხერგილი არის აშკარად და მე რო გადავალ დავწუდებით, ეთყობა დაზღვეული მანქანა იყო ერთ-ერთი და უნდოდა ანასხაურება და სწორედ ამიტომ იყვნენ გაჩერებულები ძალიან ცუდ კვეთაში, აი გამოცდებს რომ აბარებენ ის ადგილი არის და სხვა შორის ამასწიათ იყო ერთ-ერთი გამოცდელი რომ შემხვდა მაგ ადგილას, ახლა მივახლოდებით და დაარღვია სხვათა შორის. აპირებდა რომ გადაესწრო და არ იყო მისი გზა და მეც რა უნდა მექნა, არ ვიცი, ძალიან გულშემატკივრობ ხოლმე მაგ დროს. ვცდილობ ხოლმე რაღაც ახლოს არ მივიდე და რამე, მაგრამ რა ვიცი, მე ვერაფრით ვერ დავეხმარებოდი. აი აქ არის ეს შეფერხებული ტერიტორია და ორი მანქანა არის გაჩერებული შუა გზაზე. მე კამერა მივატრიალე, მახსოვს, ხო, მაგრამ არც არაფერი არ ჩასრა, იქეთ თეთრი მანქანა იყო და მე კიდე მეორე მანქანა, მარკებიც არ მახსოვს, ეხლა რა მარკის მანქანები იყვნენ და უკეთ მაგათი შეფერხებაც იყო. ისეთი არაფერი. ეს ადგილი ისედაც ცოტა საცობიანია. მაგრამ ადვილად გამოვწვერი კიდე შედარებით. მე რა თქმა უნდა აღმაშენებლის კვეთასთან მომიწია გაჩერება და ლოდინი. მე მგონი სამი შუქნიშანი, არა ორი შუქნიშანი ვიყავით. და ეს ამ მანქანას მართავდა ქალი მძღოლი. ხო და ნამდვილად არ მიყვარს ხოლმე მე ვიღაცას რო ჩავეჭხირებით და რაღაცა, მაგრამ ისეთ დროს მოუხვიეთ, რომ ეს მე ბლოკავდი გზას და გზა რომ არ დამებლოკა იქედან მომავალი მანქანებისთვის, აი ამ ქალს ჩავეჭხირე ცოტა ცუდად და მე გამომხედა რაღაცა უცნაურად, მაგრამ აი ქალური სოლიდარობის ნიშნად არ დაგვისიგნალებია ერთმანეთისთვის და არაფერი არ ასე ვთქვათ დაგვიშავებია, უბრალოდ შევხედეთ ერთმანეთს და ყველაფერი გავარკვიეთ, ან ზოგადად არ ვიქცევი ხოლმე ეგრე, მაგრამ აი ხა ნახავთ, რომ გადავედი აი ესენი ჩვენი გადასვლის დრო არის ეხლა, მაგრამ იმდენად ბლოკირებულია ქუჩა, ბევრი გადმოდის აღმაშენებელი და პირდაპირ აგრძელებს ან ბაგრატიონზე უხოს, რომ ეს მომხოები გავიჭედეთ აქ და მე მაგვიანდებოდა, იქაც ვერ გავჩერდებოდი და ეხლა აი აქ რო დგავარ, უკვე დაიძრნენ ის მანქანები და სხვა გზა არ მქონდა, იქ ჩავუდექი და აი აქ იყო ეგ უცნაური შეხედვის მომენტი, მაგრამ გავუკეთ ერთმანეთს ბოლოს. მე ვიფიქრე, მოდი ამ ქალს რომ ხელი არ შევუშალო, თქო ცოტა მარჯვენა მხარეს გადავალ, რომ თავისი პოზიცია დაიკავოს, თქო, მაგრამ
რა თქმა უნდა აღმაშენებელი სავსეა ასე მიტოვებული ავარიულებით გაჩერებული მანქანებით და ვერ მოახერხე ამის მერე ვიფიქრე გავიჭყიდე კიდევ იქნები იყოს მეთქი გასასვლელი თქო მაგრამ არა ვერც აქედან ვერცი ხო იქ მომხვევის ვარიანტი იყო და მაგიტომაც ვერ გადავედი აქეთ კიდე ვიღაცა იდგა ხო ეზოში შედიოდა ერთი მანქანა და მაგიტომ და აი ესე ნელა-ნელა გადის ხოლმე დრო და 10 წუთი დავაგვიანე გაკვეთილზე დამრიგებელს კი ვუთხარი 10-ზე მეტი ცოტა 12 წუთი დამაგვიანდა რაღაც ბავშვები ნორმალურად დამხვდნენ გაკვეთილმაც ნორმალურად ჩაიარა აი ასეთ პირობებში დავრბივართ ერთი სკოლიდან მეორეში ახლა რა მიჭერს კიდე მე ჩემ მანქანით მაინც დავდივარ და საფიდან რო ნერგებში მოვდიოდი ზოგჯერ იმის გამო რომ არ დამეგვიანა დავდიოდი ავტოსტოპით და ავტოსტოპით თურქულ ნომრებიან მანქანებს არ ვაჩერებდი მაგრამ ზოგჯერ მხდებოდა ქართულ ნომრებიანი მანქანები რომელშიც საჭესთან ისხდნენ თურქები თურქულ ლაპარაკობდნენ და მე საერთოდ არ მისმის თურქული დიქტოფონი მქონდა ხოლმე ჩართული რეკორდერი და მე მეთქი თუ რაღაცა და გამიტაცეს და რაღაცა რამე რეპორტაჟში მოხვდი და გამოძიება წავიდა ჩანაწერი მაინც იყოს მეთქი რომ ბოლოს მაინც დაადგინო სად ვიყავით თქო და აი ასე გადარბენა გადმორბენაზე მოვედი ნერგებში თავიდან მეკონა ჩახერგილი და ძალიან გამეხარდა რომ შევედი მე ჩვეულებრივად აქ ქვეითი გავუშვი ხო თავიდან კიდე ხომ შევაშინე სწრაფად შევედი ეზოში მეთქი ხა ფანჯრიდან მიყურებენ ალბათ თქო და კიდე კაი რო არ მიყურებდნენ და აი ესე მოვასწარი აბა მშვიდობიან დღეს გისურვებთ